შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. ლაფანყურის ხმაურიანის სპეცოპერაცია, ვისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს სახალხო დამცველი და რაზე აკეთებს აქცენტს თავის ანგარიში ომბუდსმენი. მოხდა ამ ადამიანების შემოყვანა, შეპირება და შემდგომ მუხანათურად მათი ცოცხლის გამოსალმება. პირდაპირ იმეორებენ პატუშევის ბრალდებას. რეკომენდაცია რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. გაითვალისწინებს თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაციას საპარლამენტო უმრავლესობა და რა საფრთხეს ხედავს საპარლამენტო უმცირესობა ოკუპაციის კანონში შესატან ცვლილებებში. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტებას ასახავს კანონში. ნუ სპეკულირებენ ამ თემებით, ნუ შეყავთ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში. ხმაურიანი განხილვების კვირა პარლამენტში, კანონი ოკუპაციის სასამართლოების შესახებ, სახალხო დამცველის ანგარიში და ლაფანყურის სპეცოპერაცია. დეტალებს ვიტყვი ოფიციალურად, როცა მომეცემ ამის საშუალება სასამართლოზე. რის თქმას აპირებს სასამართლოზე გიორგი კალანდაძე და რა დეტალებს ყვება ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი კალანდაძე სტუმრად პოზიციაში და დებატები ერთმანეთის პირისპირ უმრავლესობიდან ეკა ბესელია, უმცირესობიდან გიორგი გაბაშვილი.